ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის манипуляციას უკვე შეუდგა. რეჟიმის განზრახვას ვენეციის კომისია ამხელს. სამართლის ევროპელმა სპეციალისტებმა ივანიშვილის პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს. განსაკუთრებით პრობლემურად კომისია მაჟორიტარული კომპონენტის წილის ზრდას მიიჩნევს და ამას თანასწორი საარჩევნო უფლებისთვის ძირის გამოთვლის საფრთხედ ასახელებს. კიდევ ერთი არგუმენტი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისთვის ეს ოპოზიციის შეფასებაა, რომელსაც დასკვნასთან ერთად უფრო დეტალურად სალომე ლაბაძე გაგვაცნობს. დავიწყოთ ვენეციის კომისიის ამ კრიტიკული დოკუმენტით, რომელშიც მთავარი აქცენტი არის მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ გასული წლის დეკემბერში მიიღო და საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლითაც დაადგინა, რომ 664 მაჟორიტარის ნაცვლად თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, საქართველოს მოქალაქეებმა საკრებულოებში თავიანთ წარმომადგენლებად მაჟორიტარული წესით ახლა უკვე 1088 დეპუტატი უნდა აირჩიონ. ეს კი უნდა ითქვას აქვე, რომ საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით 40%-იანი ბარიერიც უქმდება, ეს კი გამორიცხავს მეორე ტურის ალბათობას და პირველივე ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარად ადგენს იმ დეპუტატს, რომელსაც შედარებით მეტი მხარდაჭერა ექნება. ოცნების მიზანი ვენეციის კომისიისთვის გასაგებია, ეს არის პოზიციების გამყარების მცდელობა და მცდელობა იმისა, რომ როგორმე რეჟიმმა მოახერხოს საკუთარი გამარჯვების შანსის გაზრდა, თუმცა როგორც კომისია აღნიშნავს, ეს გადის კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის თანასწორი საარჩევნო უფლების დარღვევის საფრთხეზე. ამასთან ვენეციის კომისიის შეფასებით პრობლემურია ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის და ამ საზღვრების შეცვლის უფლება მოსილება მიანიჭა არა რომელიმე დამოუკიდებელ უწყებას თუ ასეთი საერთოდ არსებობს, არამედ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად რომელიმე საარჩევნო ოლქში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების ალბათობა გამოიკვეთება, ოცნებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ ოლქის საზღვრები შეცვალოს იმგვარად და ეს გააკეთოს კალანდარიშვილის დახმარებით, რომ ოლქის შემადგენლობაში მოაქციოს რაც შეიძლება მეტი საკუთარი მხარდამჭერი და ამით კონკურენტის გამარჯვების ალბათობას გავრიცხოს. გაუქმდეს 2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები. საარჩევნო ოლქების საზღვრების განსაზღვრა უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული საარჩევნო კოდექსის დონეზე, მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ოლქების საზღვრების გადახედვისა და განსაზღვრის პასუხისმგებლობა უნდა გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს. საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი მომავალი ცვლილება განხორციელდეს ფართო და ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში და არა ცალკეული ფრაგმენტული ცვლილებების გზით. რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს საარჩევნო სისტემის სრულ და სისტემურ მიმოხილვას და უზრუნველყოფდეს სტაბილურობის პრინციპის დაცვას. აუცილებელია, რომ არსებობდეს სათანადო პროცედურული და სამართლებრივი გარანტიები, ასევე მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს დროულად შეფასდეს ნებისმიერი დარღვევა ან არასათანადო შესრულება. ახლა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მოისმინეთ, რომელსაც კომისიის ექსპერტები ამ კრიტიკული დოკუმენტის ბოლო ნაწილში ჩამოთვლიან, მას შემდეგ, რაც დოკუმენტში ვრცლად მიმოიხილავენ ყველა იმ საფრთხეს, რომელსაც ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსში გასული წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებებით ქმნის. რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას ასეთი საგანგებო მომზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამ საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგება, მაშინ როცა მაღალია იმის ალბათობა, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას ამ არჩევნებში კონკურენტიც კი არ ჰყავდეს. ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელთაც ოპოზიციონერებს მიმართეთ, როგორც მაყურებელმა კარგად იცის არაერთი ოპოზიციონერი აქტორი აცხადებს, რომ იმ დრომდე ვიდრე ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება რეჟიმის ყველა პოლიტიკური პატიმარი, ისინი არ განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიციურ სპექტრში, ეს ოპოზიციის ნაწილის შეფასებით ვენეციის დოკუმენტის კომისიის ეს დოკუმენტი უნდა იყოს დამატებითი არგუმენტი მათთვის იმის გადასაწყვეტად, რომ უარი თქვან ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე. ხოლო იმით, რომ ქართული ოცნება ასე საგანგებოდ ემზადება ამ არჩევნებისთვის, ეს რეჟიმის მოწინააღმდეგეების შეფასებით ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ივანიშვილის პარტიას სამართლიან კონკურენციაში ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს და არ აქვს საფუძვლიანად. თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ნაწილი უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ პოლიტიკური პატიმრები არსებობს ამ ქვეყანაში და სანამ არ ჩატარებულა ისეთი საპარლამენტო არჩევნები, რასაც მოქალაქეებისგან ექნება ლეგიტიმაცია, თვითმმართველობის არჩევნებზე ალბათ საუბარი ზედმეტია და თუ მაინც ვინმე ამ პირობებში გადაწყვეტს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, შეუძლია წაიკითხოს ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ მართველ პარტიას ექნება იმ ხელა უპირატესობა, რომ ის მონაწილე
ოპოზიციაც კიდევ უფრო მინიმალურად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით. უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში საარჩევნო ადმინისტრაცია, საკანონმდებლო დონეზე ისეთი წარმომადგენლობა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ინკლუზიურად მოხდეს შემდეგ კოდექსში ცვლილებები და სწორედ ამას საუბრობს ვენეციის კომისია ამ დასკვნაშიც. ქართული ოცნება გადადის 2017 წლის მოდელზე და უზრუნველყოფს მაჟორიტარული ოლქების გაზრდას და მაჟორიტარული ოლქების საზღვრების ისე დადგენას, რომ მისი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მარტივად შეძლოს და გაიმარჯვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ქართული ოცნების პარტაქტივი და ერთ-ერთი პარტიული დეპარტამენტი. აქედან გამომდინარე, ხა კალანდარიშვილმა რა უნდა დაადგინოს, ხო, ბიულეტენი ვერ დაბეჭდა. აქედან გამომდინარე ეს, რა თქმა უნდა, არის მზადება უკვე იმისთვის, რომ მოახდინონ არჩევნების შედეგების манипуლირება. ამ არჩევნებს უნდა გამოუცხადოთ ბოიკოტი, ვინაიდან შესრულდეს ორი მთავარი პირობა, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება და საბოლოო ჯამში მოვითხოვოთ სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაცია. დღეს არ გვყავს სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაცია, ამიტომ მათ მიერ დადგენილი საზღვრების მიმართ დობა იქნება ნულის ტოლფას. ვენეციის კომისიას ივანიშვილის რეჟიმი აღარც კი ელაპარაკება და დანარჩენი დამატებითი ცვლილებებიც, რომელიც განხორციელდა, რაც ამ დასკვნაში არ არის მოცემული, უნებრივია აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას თავისუფალი სამართლიანი არჩევნების კუთხით, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ევროპულ გაზეთ-დასაბრუნებლად და იმ დემოკრატიის ტრაექტორიაზე, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენა ივანიშვილის რეჟიმს. მათ რომ შიში არ ქონდეს ქართული ხალხის, მათ რომ შიში არ ქონდეს დემოკრატიის პროცესების ხაზია, ასეთი მიმართულებით არ ექნებოდათ გამალებული მუშაობა და არ მიიღებდნენ უსამართლო და დრაკონულ კანონებს, შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები, როგორც ჩვენ ვამბობთ და უკვე ვენეციის კომისია ამბობს, ეწინააღმდეგება და არღვევს კონსტიტუციური სამართლის პრინციპებს და არის გასაუქმებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცვლილებებით, რომლებსაც ქართულ ოცნებას ვენეციის კომისია მკაცრად უკრიტიკებს, ივანიშვილის პარტია საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის აბრუნებს 2017 წლის მდგომარეობაში და ამით პრაქტიკულად მთლიანად აუქმებს იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ 2021 წელს მიაღწია, როცა ევროკავშირის შუამავლობით ახალ საარჩევნო წესებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება გაფორმდა.